მუსიკა, სიჩუმე და ბავშვი. ეს ეკეთის და მშვენიერების, ხალხის სევდის მოგელი და ამავე დროს გამაგრებელი მუსიკა. ელსო ქართველი კლასიკოსი, ია ანჯელის საიკვდილო წელი. მას 90 წელი შეუსრულა. შემოქმედება კი ასე ხასიათდება. ჟანრული გამაგრებელობა, გემოვნებიანი და დახვეწილი მუსიკით. მას არ უყვარს ბევრი ნოტო, მაგრამ ხშირია დისონანსი. ის არის სწრაფის ბევრს, მაგრამ ქმნის დიდუმალებით სავსე სამყაროს. თემა მუსიკას, რომელიც მოითხოვს ფიქრს, სიჩუმეს და მოსმენას. ამიტომ დღეს ჩვენ შევეცდებით მისი შემოქმედების მთავარი არსი და უწყვეტობა არ გავარკვევთ და წარმოვაჩინოთ ის, როგორც უნიკალურ დიაპაზონს აქვს. ანუ მუსიკა ისმის ყველა. მუსიკა, რომელიც სიჩუმეს გავს, მელოდია შემოდგომის თუ გაზაფხულის ფერში. არსებობს ასეთი რამონათქვამიც.
არაფერი არ აღშვება შემოდგომის სურათს ისე, როგორც ია აჩელის ყვითელი ფოთლები. საბალეტო კომპოზიცია. სცენაზე უბრალოდ დაწყებითი კლასის მოსწავლე. ქართველი კაცის ცნობიერება საკუთარი შეხედულებების გამართება ძველ დროშით იწვევს. სატირული მოთხრობის არცია ადამიანის მიხედვით პერსონაჟები, რომლებიც ყველა ძალიან უყვარს დღევანდელობის თანამდებობაზე
სრულყოფილი ნაწილი გახდა. გოგო, ლამაზი სეულო, მარილი მომიტანე. ახლავე ბატონო. ინე ბატონო. მადლობ თუფალო რათა განმაძღე მე. დარეჯან, დედაკაცო, სად ხარ, რამდენ ხანს? აქეთ ეზო, კარგი დამოს, ამოდენა მამუს, მოვლა ხომ უნდა? შენ რა? გოგო, ჩაი გამიმზადე. დარეჯან, დედაკაცო, დღესაც ვახშამი ღვთის მადლით გადავაგურეთ. ახლა ხვალინდელ დღისთვისაც ვიფიქროთ. ხვალ ჭამა ხომ გვინდა? გვინდა. ხვალ რა უნდა ვჭამოთ? ხვალ ერთი კარგი ჩიხირთმა. შიხირთმაო? არა, გეთაყვა, ბოზბაში ჯობია. კარგად ჩაქაფულ ჩიხირთმას ბოზბაში ვერ აჯობებს. ბოზბაში ხომ წვნიანების მეფია. რომ მახსენდება ყურიცავს ემათლაფა, მე მოგიკვდა შენ თუ რამე გესმოდეს. შენ ერთი ახირებული კაცი ხარ, რასაც დაიჯინებ კაცი ვერ გადაგათქმევიდეს. რას მიედ მოედები, ბოზბაში ჯობია. რაც არ იცი ნუ იტყვი, ჩიხირთმა მირჩევნია. ბოზბაში ადამიანო. ჩიხირთმა ადამიანი. ბოზბაში ადამიანო. ჩიხირთმა ადამიანი. ბოზბაში. ჩიხირთმა. ბოზბაში. ჩიხირთმა. ბოზბაში. ჩიხირთმა. ბოზბაში, დედაკაცო. ხალ ბატონო. ჩვენთან ისა, ჩვენთან კითხავი მოსულა. წამოდი, ეგ რამე გვირჩიოს. კითხავი? წამოდი, გამოჩნდ გარი. მეშინია. წამოდი, ეგება რამე გოშველოს.
მხოლოდ თბილისში დიდი ქართველი კომპოზიტორი დაიბადა. ადამიანი, რომელმაც ფორტსათო აღიარება და პოპულარობა მოუტანა ქართულ კლასიკურ მუსიკას ქვეყანაში. არამედ მის ხარჯად გაერთო. ხასიათდება დიდი მუზეუმი, არის არაერთი ტიპის პრობლემა. გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წავიდა სიმბოლურად ფოთოლცვენის დროს, შემოგვარი ფერები გარდაიცვალა. მე გამოვიარე ხანგრძლივი ცხოვრება, მოვიარე მთელი მსოფლიო, ჰქონდა ურთიერთობა ბევრი მუსიკის შემსრულებელთან. ერთხელ ჟურნალისტმა ვკითხა, რატომ წერთ ასე კარგ მუსიკას? მე ვუფასოვე, თქვენ გინდათ რომ ბედნიერი ვიყო და ხალისიანი მუსიკა ვწერო? სიჩუმე, მარტოობა, სერდა. აი ეს გახლავთ კომპოზიტორის ცხოვრების მთავარი არხი, მთავარი კრება. იცის მივინემ, რაფერი შეიძლება იყოს სერდა სამწუხარო დათმევით, მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენი სევდის ფერი ქვეყანა გვაქვს. ის სიხარულის ფერების ქვეყანა არსებობს ისადმე. მაგრამ სიხარულის ფერების ქვეყანა მარტად შეგვიდგა კომპოზიტორი, თავისი ფასდაურებელი, ვატით მუსიკას ეკარგება. ღია, ქართული თეატრის ისტორიაში მრავალი გასტროლი და პოპულარობის ქართულმა სპექტაკლებში ბიბერტი, ურუასა და ღია ქართული ფაუსტომ დიდი სახელი და სიყვარული ასახა ქვეყანას და მაყურებელს. აქვე მინდა მოვიძიოთ უდიდესი მსახიობი, გამას ვიყვართ, თავისი განსაკუთრებული თვითა და შესრულების მალეში. მას სანახავად დროს უმაყურებელს წინ გამგვილის სანახაობა ელოდეს. სცენაზე მეხუთე კლასის მოსწავლე. რეჟისორი გიორგი დანელი, კომპოზიტორი გია ყანჩელი და ჯანსუღ ახა. მართლაც რომ უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დიდ მაესტროს კინომუსიკის ჟანრში. ფილმი, რომელიც ცნობილია ქართული კლასიკის ათეულიდან პირველ ადგილს იკავებს. ფილმი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა, მისი გაზები ყოველდღიურ განმარტებად გვევლინება და არაერთხელ თაობას ეჭირად იქცა. ვეღარ გაიგონახარო სიყვარული ვერტიკალურია თანაც ბრუნვალი. ამას აქიდან ვერ ამოში. წევიდა გაღმა ჩავარდა პადმა. რომელი პადმა? წევიდა გაღმა მარილი. სადმაინც? ვოქტა. ხომ გითხარი, შენ განსტუკიანო პედელა, აბჯირდებიან მე. არა მათი ვარა. ასეთი ზოგი ვერ გავუქმდი.
როგორც უფროსი თაობი, ასევე ახალგაზრდა შემოქმედა ჯგუფი და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები. არაერთი მსმენელი და მაყურებელი მოადაბოა გიორგი განელიას ფილმებმა და გია კანჩელის მუსიკა. გამონაკლისი არც მოგვიანებით 1990 წელს გადაღებულ საკავშირო ფილმი „პასპორტი“. სცენას უძღვნა მესამე კლასის მოსწავლეებს.
ხელოვანი, საზოგადო მოღვაწე. ცერალის გოგაბიას გაერთად მათ დაწერეს ისტორია, ქართულ ხელოვნებაში. ქართული კინოს შეუძლიერება, ავტორია, ქართული პარტიის შეუძლიერების ფიგურებად იცის. მათ შეძლეს და მოახდინეს თითოეული ჩვენგანის ეკრანიზაცია. დიახ, მათ შექმნეს ეპოქა, არაჩვეულებრივი გამოფენა, ქუთაისური ხასიათი, იმერული მეტყველება, ინტელიგენტური ირონია და სხვა მრავალი. მას ასე განვეთრებული ინსცენირება სცენას უთმობ მეცხრე კლასის მოსწავლეებს. მაგი არა დედაჩე. ახლავი არის ეს ბატონო. ფალები გავს ბატონო. ფალები კი გავს. სხვილი ბატონო. ცხვირის გავს. უჩილი გავი. კი, წაგავს. აბა რას მეჩ ბატონო. მართალია ეს კაცი მე პირადად ძალიან მომწონს. მასწავლებელო. რა იყო სამაღალო ხალხი? ძალიან სასწრაფო საქმე მაქვს მას. სასწრაფოდ უნდა უტებეჭო გუშაგის სკვერო ცოცხალი ბრძანდები. შენას მითხარ, მოხდი თუ არა აკადემიაში. ვერ მოვხდი მას. ხელოვნებაში 5-იანი მივიღე, ქანდაკებაში 5-იანი მივიღე, ისტორიაში 3-იანი მივიღე. ვიღაც ტიპი გოდის ბოქდა და დაიბადა არ მახსოვდა. მე ვეტავნე. ახლა შემომეგობრებო. ჩვენი თანადრასელი ვალოდიაში ჭინჭარზე მოგვართმევს შუბი, რომლის შინაარსი მეც არ ვიცი. ისე დაუბრალო, ან შეასრულებენ შეხს მუსიკას, როგორცაც ერთს უძნობა.